დილა მშვიდობისა. მამა დილა მშვიდობისა, დილა მშვიდობისა. დილამ სოფელში მინდა გაჩვენოთ როგორ თენდება. ჩემი ბავშვები და ჩემი მეუღლე ცოტა ადრე ადგნენ დღეს და გამოვიდნენ. მეც რამდენიმე წუთის წინ, ნახევარი საათის წინ ავდექი და ეხლა მინდა გაჩვენოთ დილას სოფელში. ჩვენ გუშინ პატარა წიწილები, ეს წიწილები გამოვიყვანეთ გარეთ და სამწუხაროდ ნიკოლოს რა მოხდა მერე? ნიკოლოზი ყურადღებას აქცევდა წიწილებს. და მე სიმბა მოვიდა და კარგად ილაპარაკე დედიკო. და მე სიმბა მოვიდა და შეჭამა უკმინა ერთ და მოკვდა. ხო, გამოგტაცა, ხო, ვეღარ მოასარი? გადაჭ. არა იყო ეხლა, თორე შეიძლება სიმბა მოვიდეს კიდე და. ხო და მეგობრებო, ესეთი თეთრი წიწილა იყო, მზეს ვეძახდით და იმ წიწილა მოგვიკლა სიმბა. ყვითელი წიწილა. და ეს წიწილები გამოიჩეკნენ ბაღში, ხო დედიკო? მოყევიება მარიამ, შენ როგორ გამოიჩეკნენ? მარიამ, როგორები იყვნენ თავიდან? რისგან გამოიჩეკნენ? კვერცხებისგან, ხო? კვერცხები ჩადეთ სათბურში, ხო? ნელად. და რამდენი ხანი ელოდეთ დედიკო? რამდენი ხანი უნდა ყოფილიყვნენ კვერცხები სათბურში? 3 კვირა. 3 კვირა და მე 17 წელი კვერცხი იყო თუ 16 და მარტო 4 გამოიჩეკა, ხო? ხო, ყველა მოკვდნენ. სად მიყავს ახლა ესენი, აბა მითხარი? მოიცა. სად გინდათ რომ წაიყვანოთ? ნიკოლოზი უნდა შეხვიდე. შენც უნდა შეხვიდე შიგნით? და რატო? უი, გაიქცა. დავხუდოთ ისე. მოიცა. ფეხში არ და. გუშინ მე გამოვიტირეთ სანი და დღეს დავმარხავთ სანის, ხო? ხო, სონი. სონი, ხო, გერმანულად სონი, ხო? სონი. და ჩვენ წიწილებს რომ გაიზრდებიან, გავუკეთეთ საქათმე და ეხლა გაჩვენებთ რა მაგარი საქათმე გააკეთა მარინუსმა. უბრალოდ აკეთებს ეხლა მორჩება მალე. აბა მარინუს შენი ხელობა გვაჩვენე. რეებს აკეთებ აქ რეებს. ეს ბორბლებიანი საქათმე. ხო, ბორბლიანი საქათმე არის. და აქ იქნება რობე, როგორც რობე, ხო? ღობე. რობე. ღობე. რობე. და აი, ამას გავაკეთოთ როტაცია, საქათმის როტაცია. აი, ერთი ადგილზე დავაღენოთ, ერთი კვირა, ანუ ორი კვირა. აბა, ღობე სადამდე იქნება, აბა? აი, აქამდე იქნება რობე. ღობე. ხო, რობე. ხო, გერმანელი ხარ და ღს იძახი კარგად და ეხლა ვეღარ იძახი თუ რა ხდება? ღობე. ღობე. აი, ხო, ღობე. აქამდე იქნება ღობე და ესე, ხო? აი, აქედან. აქედან, აქამდე, ხო? ეს ღობე მოსახსნელი იქნება ალბათ. მოსახსნელი არა, ეს ფლიანად აუციოთ, ხო? ფლიანად აუციოთ. აუციოთ და გადავაადგილოთ. იქით აქ. ვამოძრავთ. აქედან ექნება შესასვლელი? ეს ბორბლები უნდა მოხსნათ. და ბორბლებს მოხსნი მერე? ხო. დააყენებ, მერე სხვაგან წაიყვან, ხო? ეს არის კარი. და იქ გამოიჭრება 2 ცალი რა? 2 ცალი, აქ რო კვერცხი დადონ, შეძრნენ და დადონ. აი ახლა ამას აკეთებს საკვერცხეს. აბა ასწიე. აქ შიგნით თივას ჩადებ და აი აქ 2 ცალი კარი გამოიჭრება. 1 და 2 და აქ დადებენ კვერცხებს. იუჰუ. დედიკო, ეხლა მიდი წაიყვანეთ ეს ქათმები ისე. ხო. და აქ კიდე რა გაუკეთდება ამას? აქ იქნება პატარა კარი. აი ესე. აქაც კარი, რო შევიდნენ. ხარი ფიფაც არ ვიცი, ფანჯარა თუ უნდა, არ ვიცი. აი რას ფიქრობთ? არა, ფანჯარა. ფანჯარა არ უნდა? ფანჯარა, რა თქმა უნდა ეხლა.
ფანჯარა რა თქმა საქათმეს ღამით შედიან იძინებენ დილით ვიცი დედა შენი უთხარი სიფნერეში ხო გვეცხი მე გამოხდა ხო, ну, მოკლედ ესეთი საქათმე გავუკეთეთ. წინაზე მარტო ის ქონდა ესეთი საქათმე და გაგლიჯა ღამით რომელიღაცა ან ძაღლმა ან რაღაცამ და შეგვიჭამა სულ ყველა ქათამი და კვატი. ამიტომ ეხლა გავაკეთეთ ცოტა უკეთესი. აქ ეს ჩემი დავრგე რაღაცეები დავთესე. აქ სალათი არის. სალათი იზრდება უკვე. წავედით. აი რო გითხარით მეგობრებო მე ნარჩენებს მეთქვი აი აქ ყრი ხოლმე და ეს მე მიწად გადაიქცევა. აი აქაც მეორე გავაკეთეთ. აქაც ნარჩენებს ყრი. ხო, ბიოლოგიურად სუფთა ნარჩენებს და მე მიწად გადაიქცევა ეს ჩემი მარწყვი. წელს გვექნება მარწყვი, წინა წელს არ ქონდა და ეხლა ბევრი ისინი აქვს კვირტები, ყვავილი. ესე იგი, ბევრი მარწყვი გვექნება. ეხლა წავიდეთ მაღლა. განახოთ ჩემი მეორე station მარწყვის, აქაც მარწყვები იქნება ბევრი და აქ ამოვიდა ბოლოკი. აი ბოლოკი. ეს ეხლა გაიზრდება და აქ სტაფილოები დავთესე. ჯერ არ ამოსულა. ამოვა აბა რას იცავს. აი რამდენი საქმე არის ბაღში. ამხელა ადგილი არის ასათვისებელი, მაგრამ ჯერჯერობით აქამდე ამოვედით ჩვენ, იმიტომ რომ ბევრი საქმეა ეხლა. თუ შინა და თუ გარეთა, სოფელია. აქ ქინძი დავთესე. აქ დავთესე პეტრუშკა. აქ დავთესე რა დავთესე, აღარ მახსოვს და აქ დავთესე ის რაც არ ვიცოდი რა იყო, თესლი იყო და ესე დავთესე, ვერ გავიგე რისი თესლი იყო, დამავიწყდა ეთყობა დამეწერაზე და ვნახოთ რა ამოვა აქ. გიორგი ბაგრატიონი წერს, ოჩახი ბარაქაო. მადლობა გიორგი, მადლობა, გაიხარე. ბარაქა მთელ საქართველოს. აი, საქმე იმაშია, რომ მეგობრებო, საქმეები სოფელში ხო ბევრია, მაგრამ იმდენად სასიამოვნო საკეთებელია. ხო, ამასაც მორჩებით მალე, ეხლა უკვე ნახე, აი ეს ჭერი მორჩით, ეს ყველაფერი ჩემო ქმარმა მეუღლემ გააკეთა თავისი ჭერით. ხო დოქტორია, ხო პროფესორია, ხო მასწავლებელია და თანაც მაგარი ხელოსანია და ეხლა შიგნითაც გააკეთებს აქ ტვალეტს, აბაზანას უბრალოდ. აი აქ აბაზანას გავაკეთებთ და თან ხელოვანია რა, ძალიან საინტერესო რაღაცებს მოიფიქრებს ხოლმე. აი მაგალითად ეს მანქანის ფანჯარა არის თუ რაც არის, უნდა ჩამონტაჟოს აქ მაგალითად. და აქაც უკვე ჩამონტაჟებულია, გასაწმენდია უბრალოდ. აქ იქნება გარე სამზარეულოსავით, აქ უნდა რომ გააკეთოს, ესე იგი რა იცით მეგობრებო, აქ უნდა რომ გააკეთოს აი გარეთ თონე რა, მთელი ოცნება აქვს, რომ თონე ააშენოს თავის ხელით. ხო და ესე ვაკეთებთ აქ საქმეებს. აქაც არის მარწყვი, სხვათა შორის ექსპერიმენტი იყო, რომ მეთქი აბა ქვაზე თუ გაიხარებს, მეთქი რა, ქვასთან ახლოს. სხვათა შორის მორწყვა უფრო ხშირად უნდება ხოლმე, მაგრამ ეს ლავანდებია, ლავანდა არა. ხო, ლავანდებია, ლავანდას ბუჩქები და ეს როსმარინი არის, მეგობრებო. აი ნახეთ რა მაგარია როსმარინი. ხო, კიდე რეები გავაკეთეთ. ეს ნაძვი ჩავრგეთ არასწორ ადგილზე, მაგრამ მაინც კარგად ხარობს. რა ვიცი, ნახოთ.
აქ ბავშვებმა აურიეს ცეცხლის ადგილია. ეხლა რა მინდა გითხრათ. ეს არის რუკოლა. გახსოვთ რუკოლა რო წამოვიყვანე იქიდან. ეს რუკოლა წამოვიყვანე ნარიმანის კარიდან, მეგობრებო. ხო და გაიხარა. რამდენჯერ წამოვიყვანე მე რუკოლა დიდი ღომში ბევრია რა და. აი აქაც. წამოვიყვანე რუკოლა დიდი ღომიდან და სულ მიხმებოდა. მერე ერთ დღესაც ნარიმანთან ეზოში რო ვიყავი, დავინახე რომ იქ რუკოლაა. ხო და მე გეხა აქედან წავიღებ რუკოლას. და იქნებ გაიხაროს, თქო და გაიხარა მართლაც. და აქაც ხო არის, აქაც არის. ამოვიდა ეს რუკოლები, აი აქაც ამოვიდა. იცით ხო რუკოლა რა არის? აქ მალინა არის. და აქ მე დიდი ღომიდანაც წამოვიყვანე რუკოლა და დიდი ღომიდან წამოყვანილმაც გაიხარა. აი აქაც ამოვიდა, აქაც ამოვიდა. იცით რა გემრიელია სალატში? ძალიან გემრიელია. ხო, თანდათან ვლაგდებით მეგობრებო, თანდათან. ხო და ასე რომ რაღაცებს ჩალიჩობ ხოლმე მეც. მოიცე, აქეთაც გაჩვენოთ რაღაცეები. აი აქ ხა ეს ბავშვებმა გამიხმეს ეს ბზა იყო მაღლა და ბევრი ნაცარი დააყარეს იქ ნაცრის ადგილია იქ მაღლა და ეს გახმა და გადმოვიყვანე აქეთ და სხვათა შორის ეხლა წამოიღო კიდე ფოთლები და მიხარია ძალიან ეს მოვაჭერი ცოტა შევამცირე და გამეხარდა ძალიან რომ გამოიღო ყვავილები, ვისა ფოთლები. ყვავილობს ეგ ბზა ძალიან საყვარელია. ეხლა ავოკადოები გაჩვენოთ მეგობრებო, ავოკადოები. აი ნახე რა ხელა გაიზარდნენ ჩემი ავოკადოები. ეს გამოვიყვანე კურკიდან, ეს ორივე. ერთი გერმანიაში გამოვიყვანე და იქიდან წამოვიყვანეთ იქ რა ქვია მაგას გზაში ვატარეთ მანქანით. და ეს აქ დაგხვდა, იმიტომ რომ აქ უკვე მყავდა ეს გამოყვანილი და რა მოხდა ნახეთ რა თითქმის ტოლები არიან. და თქვენ იცით რომ ავოკადო მე 6 წელზე ისხავს, ანუ მე 6 წლის ასაკში ისხავს. ესენი არიან ახლა 3 წელნახევრისები რა და რომ მოვიყვანეთ ეს ავოკადო, ხო? ეს ავოკადო რომ მოვიყვანეთ და გვერდზე დაუდგით ამას. აი ნახეთ ესენი ერთი ღერი იყო. და აი აქამდე იყო ესე პატარა იყო მაშინ რა და ისე გაუხარდა მეორე დღეს გავიხედე და 2 ტოტი ქონდა გამოსული კიდე რა გაიფურჩქნა მოკლედ მოეწონა თავისნაირი რო ნახა ხო და ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ხეებს არა აქვთ სულიო როგორ არა აქვთ ხედავენ და ყველაფერს გრძნობენ ხო და ესე მეგობრებო გაძლიერდნენ ორივე და ესე იზრდებიან მე მგონი დედალმამალია საერთოდ ავოკადოს დედალმამალი ხეყავს იცვის ხოლმე რა სქეს ლოკოკინასავით არის და აი ეს ეხლა ვუყიდეთ ესენი რომ ცოტა დიდში გადავრგათ და გამოვიყვანე კურკიდან ნახეთ როგორი კურკიდან მეგობრებო აი ესე გამოვიყვანე მე და ერთი წუთით აი ესე გამოვიყვანე მე ამას ვუკეთდება ფესში და ამოდის თუმცა ეს ეხლა მოვიფიქრე წესით მარტო წყალს უნდა ეხებოდეს ანუ ეს ქვედა ნაწილი კუდი ხო აი ეს ისე უნდა იდოს ჭიქაში რომ წყალს უნდა ეხებოდეს ოდნავ არც უნდა ეხებოდეს დაჟე და აბა ვნახოთ აქედანაც ერთი შიგნით მაქვს ახლა და იმასაც გამოუვიდა ფესვი და აბა რომელი დაიფესიანებს მაინტერესებს ძალიან მიყვარს ავოკადო და ვაპირებ რომ ავოკადოს პლანტაციები გავაკეთო სამომავლოდ დარიჯანი წერს ყოშახ ძალიან მაგრები და საყვარლები ხართ ღმერთმა დაგლოცოთ მადლობა თეო კიკაბიძა თეო გაუმარჯოს თეო თუ ფიშფემისტო და მომენატრეო და მადლობა თეო მეც მომენატრე ჩამოდი აბა ჩამოდი ჩვენთან დარჩი ჩვენთან ცოტა დედიკო ეხლა გამოგეპარათ ხედავ
და ისი არ მოხდეს რომ ზედ დაგეცეთ ეგ და წიწილა ვერ გაუძლებს იმხელა ის არის გალია არის რასაკეთებთ რას ნახე მაინც უყვართ რომ იქით გარეთ გამოვიდნენ ხედავ ხო რებს არ მოიგონებთ ახლა კაი გამოდი ახლა მან გალიიდან რა ნიკოლაუს თეო სად ხარ საქართველოში ხარ აქ იყვნენ კაი თუ გერმანიაში რამდენი ხანია გერმანიაში არ ყოფილ ვარ იცი 2 წელი გავიდა უკვე 2 წელი ნელა აი ზედაეცი მეგობრებო ეხლა უნდა დაგემშვიდობოთ და ბედნიერ დღეს გისურვებთ ფრთხილად იყავით რა ბავშვებო